საზოგადოებას გააცნობს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების იმ ტოტალური კონტროლის პრაქტიკაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყენებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე გვქონდა არაერთი გამოხმაურება, როდესაც ამ პრაქტიკის მავნე შედეგებზე ვსაუბრობდით და მისი გამოყენების არადემოკრატიულობაზე. ახლა დამატებით გვინდა ჩვენ მივაწოდოთ საზოგადოებას ახალი ინფორმაცია, რომელიც ამ ტექნოლოგიების უკანონო გამოყენებას უკავშირდება. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში, როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს ხოლმე, რომლებიც ძირითადად შესაბამისი კონტექსტის იგნორირების გარეშე არის ხოლმე მხედველობაში მიღებული მოსამართლის მიერ, რაც ასევე უკანონოა, თუმცა ახლა დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ტექნოლოგიების გამოყენებაზე და მისი გამოყენების მიზნებზე უნდა გესაუბროთ. ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისათვის. მას ასევე აქვს მსუსხავი ეფექტი, რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს. გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო ჩართული. ის ჩვენ ვიცავდით ერთ-ერთ ადამიანს და ამ ადამიანის საქმეში წარმოდგენილი იყო ვიდეო ფაილები, რომელთა დათვალიერების შედეგად ჩვენ დავწმუნდით, რომ ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად არის დამაზიანებელი და ეს წარმოგიდგენთ მათ შორის ჩანაწერს, მის მოკლე მონაკვეთს, იმიტომ რომ შევეცადეთ, რომ მხოლოდ ის ჩანაწერი წარმოგვედგინა, რომელიც დააზღვევდა პერსონალური მონაცემების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ამ ლაივში თქვენ ნახავთ, როგორ ხდება ამ კამერების გამოყენებით ლაივ რეჟიმში კონკრეტული პირის მიდევნება, მისი თვალთვალი და მათ შორის ამ კამერების გამოყენებით შესაძლებელი ხდება, რომ მათ შორის დაზუმებით თუ სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით დაინახონ კონკრეტულად ის, თუ რას აკეთებს კონკრეტული პირი, მათ შორის წაიკითხონ მისი პირადი ფურცელი, რომელიც მას ხელში უკავია და ამ ფურცელზე არსებული წარწერა ხდება ხილვადი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ამას არ აქვს რაიმე ლეგიტიმური მიზანი და ახსნა და ამის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ამ დაშინების და ტოტალური კონტროლის მიზნებს ემსახურება. ამასთან დაკავშირებით ასეთი კატეგორიის მონაცემების ასე დამუშავებაზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლოს შეფასებული აქვს როგორც გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების დარღვევა და სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნამსჯელი იმაზე, რომ ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, ანუ აქციის კონტექსტში შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპებით მართული დემოკრატიული საზოგადოების იდეებთან და ღირებულებებთან და შესაბამისად ეს ანალოგიური პრაქტიკა საქართველოს შემთხვევაშიც წარმოადგენს უფლებებში ჩარევის უხეშ დადასტურებას. საიას შეფასებით აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმართულიც გვქონდა უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის და მათგან ვითხოვდით შეესწავლათ, რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, როდესაც ასეთი კატეგორიის კამერები დაყენდა კონკრეტულ ადგილას, რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამებში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე წვდომა და დაშვება და ამასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ დროისთვის რაიმე შეფასება არ გაუკეთებია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.